არსენიკი აუცილებელი შხამი ნახევარგამტარი ინდუსტრიისთვის. სალამი, ინჟინერის მოყვარულებო. დაფიქრებულ ხართ თუ არა, ოდესმე როგორ შეიძლება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავადსახსენებელი შხამი ერთდროულად იყოს იმ ტექნოლოგიის საფუძველი, რომელსაც ყოველდღე ვირენებთ? არსენიკი, სახელი, რომელიც იწვევს საიდუმლოსა და საფრთხის ასოციაციას, მალავს მომხიბვლელ ორმაგ ბუნებას. ეს არის ქიმიური ელემენტი ბნელ წარსულთან, მაგრამ ნათელ მომავალთან ერთად, განსაკუთრებით ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების გულში. მაგრამ საბოლოოდ რა არის არსენიკი ზუსტად და როგორ გახდა ის ესეთი აუცილებელი თანამედროვე სამყაროსთვის? და აქ ვფიქრობ ღირს განსხვავების გაკეთება, რადგან სინამდვილეში ქიმიური ელემენტი არსენია, ხოლო შხამი არსენიკი. მაგრამ რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არსენი, რომელსაც სიმბოლო AS აქვს და ატომური ნომერი 33, არც ტიპური მეტალია და არც არამეტალი. ის მიეკუთვნება ელემენტების სპეციალურ კატეგორიას, რომელსაც ნახევრად მეტალებს ან მეტალოიდებს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს შუალედური თვისებები და შეუძლია ზოგჯერ მეტალივით, ზოგჯერ კი არა მეტალივით მოიქცეს, დამოკიდებულია პირობებზე. ეს ორაზროვანი ბულება სწორედ ისაა, რაც მას ასეთ მრავალხრივსა და ამავე დროს საშიშს ხდის. წარმოიდგინეთ ქიმიური ქამელეონი, რომელსაც შეუძლია თავისი თვისებების შეცვლა სხვადასხვა სიტუაციასთან მისადაგებლად. ეს კარგი ანალოგია არსენისთვის. ხოლო არსენიკი, როგორც წესი, არსენის ნაერთებს არ ნიშნავს, მაგალითად არსენის ტრიოქსიდს, ისტორიულად შხამების მეფეს. ის ტოქსიკურია ადამიანებისთვის, იწვევს სერიოზულ ზიანს, თუმცა ასევე გამოიყენება ინდუსტრიაში და ისტორიულად მედიცინაშიც. საერთო ჯამში არსენი არის ქიმიური ელემენტი, სუფთა მეტალოიდი, ნაცრისფერი გარეგნობითა და ქიმიური თვისებებით, მტვრევადი, რომელიც გვხვდება ნიადაგში, წყალსა და მინერალებში. არსენიკი კი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ამ ელემენტის ორგანული ან არაორგანული ნაერთების აღსანიშნავად, სადაც არაორგანული ნაერთები, არსენიტები და არსენატები უკიდურესად მომწამლელია. მაგრამ რა თვისებები ხდის არსენს ასეთ უნიკალურსა და გამოსადეგს? როგორც უკვე ვთქვი, ელემენტარუმის სახით არსენი მხარია, მტვრევადი, ჩვეულებრივ ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და შეუძლია სუბლიმირდეს. ანუ გადადის პირდაპირ მყარიდან აირის მდგომარეობაში გათბობისას დნობის გარეშე. ის რეაგირებს სხვა ელემენტებთან და ქმნის ნაერთების ფართო სპექტრს, რომელთაგან ზოგი უკიდურესად ტოქსიკურია, ხოლო სხვები საოცრად სტაბილური და გამოსადეგი. მისი უნარი შექმნას კოვალენტური ბმები სხვა ელემენტებთან გადამწყვეტია მისი გამოყენებისთვის, განსაკუთრებით ელექტრონიკაში, სადაც ელექტრონების გამტარობის სიზუსტე ყველაფერია. მაგრამ როგორ გახდა ელემენტი, რომელსაც ასეთი ბნელი რეპუტაცია აქვს, ჩვენი ცოდნის ნაწილი და როგორ შევიდა ადამიანის ისტორიაში? არსენის ისტორია გრძელი და სავსეა, მოულოდნელი მოვლენებით. ანტიკურიდანვე ცნობილი, მისი ნაერთები გამოიყენებოდა ბერძნებისა და რომაელების მიერ, ძირითადად პიგმენტებისთვის და სამწუხაროდ როგორც შხამი. საუკუნეების განმავლობაში არსენიკი იყო ჩუმი იარარი, რთულად აღმოსაჩენი და მცირე დოზებში უკვდავი. მისი როგორც ქიმიური ელემენტის სუფთა სახით აღმოჩენა მიეწერება ალბერტუს მაგნუსს მე-8 საუკუნეში. თუმცა მისი ელემენტარული ბუნება სრულად გაცილებით მოგვიანებით იქნა გაგებული. არსენიკის გამოყენებისა და ბოროტად გამოყენების ეს გრძელი ისტორია საზოგადოებრივ აღქმას აყალიბებდა. მაგრამ არ შეუშლია ხელი მეცნიერებისთვის, რომ მისი პოტენციალი აღმოეჩინა. მაგრამ როგორც ასეთი ძლიერი შხამი, მან გზა იპოვა ჩვენი დროის ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიებში. არსენზე გადართვა მოხდა მასალათმცოდნეობისა და ელექტრონიკის მეცნიერების განვითარებასთან ერთად. არსენის შხამი მხოლოდ არ არის. მან თავი გამოავლინა როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი მრავალი ინდუსტრიული გამოყენებისთვის. ისტორიულად იგი გამოიყენებოდა პესტიციდებსა და ჰერბიციდებში, მაგრამ ეს გამოყენებები შეწყდა ან მკაცრად დარეგულირდა მისი ტოქსიკურობის გამო. თუმცა, სწორედ ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ანათებს არსენი ნამდვილად, სადაც მისი ქიმიური თვისებების სრულიად განსხვავებული მხარე ვლინდება. და რა არის მისი მნიშვნელობის საიდუმლო ნახევარგამტარებში? არსენი არის მთავარი ინგრედიენტი ნაერთისა, რომელსაც გალიუმის არსენიდი ეწოდება, ანუ GaAs.
მიუხედავად იმისა, რომ სილიკონი დომინირებს ნახევარგამტარების ინდუსტრიის უმეტეს ნაწილში, გაზ გარკვეულ გამოყენებებში უპირატესობას იძლევა. წარმოიდგინეთ, რომ სილიკონი არის საიმედო და ეკონომიური მანქანა ყოველდღიური გამოყენებისთვის, ხოლო გაზ არის მაღალი წარმადობის სპორტული მანქანა, რომელიც შექმნილია სიჩქარისა და კონკრეტული ამოცანებისთვის. გაზ არის ნაერთული ნახევარგამტარი, რომელიც წარმოიქმნება გალიუმისა და არსენის კომბინაციით და მისი ელექტრონული თვისებები რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში სილიკონზე უკეთესია. მაგრამ რატომ არის გალიუმის არსენიდი ზოგიერთ სფეროში ასე უკეთესი და რატომ არის არსენი ამდენად აუცილებელი? გაზ საშუალებას აძლევს ელექტრონებს ბევრად უფრო სწრაფად იმოძრავონ ვიდრე სილიკონში, რაც მას იდეალურს ხდის მაღალი სიხშირის მოწყობილობებისთვის, როგორიცაა უკაბელო კომუნიკაციის სისტემები, რადარები და სატელიტები. გარდა ამისა, სილიკონისგან განსხვავებით, GAAS არის პირდაპირ ზონური ნაპრალის მქონე ნახევარგამტარი, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ეფექტურად გამოსცეს სინათლე. ეს თვისება მნიშვნელოვანია ლაზერების, ლედების და მაღალი ეფექტურობის მზის ელემენტების წარმოებისთვის. იფიქრეთ იმაზე, როგორ არის დამოკიდებული 5G ინტერნეტის სიჩქარე ან ოპტიკურ ბოჭკოვანი ზარების მკაფიობა კომპონენტებზე, რომლებიც სიგნალებს წარმოუდგენელი სიჩქარით ამუშავებენ. ხშირ შემთხვევაში ესეთი მაღალი წარმადობის უკან გალიუმ არსენიდი დგას. მაშ, რატომ არის არსენი ასეთი შეუცვლელი თანამედროვე ინდუსტრიისთვის, მიუხედავად მისი ტოქსიკურობისა? პასუხი იმაშია, რომ მას უნიკალური შესაძლებლობა აქვს. გალიუმის არსენიც მიანიჭოს ეს ელექტრონული და ოპტიკური თვისებები. არსენის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა იგივე შესაძლებლობა აგვეშენებინა მაღალი სიხშირის მოწყობილობები და ეფექტური სინათლის გამომშვები წყაროები, რომლებიც აძლიერებენ სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, სატელიტური ნავიგაციის სისტემებს და თუდაც ყველაზე მოწინავე მზის პანელების სისტემებს. ის არის ის ინგრედიენტი, რომელიც ელექტრონიკას საშუალებას აძლევს გადალახოს სილიკონის საზღვრები და გახსნას ინოვაციის კარები, რომლებით აკალიბებენ ჩვენს დაკავშირებულ სამყაროს. მაგრამ თუ ის ასეთი სასარგებლოა, როგორ უმკლავდებით მის თანდაყოლილ ტოქსიკურობას? არსენის ტოქსიკურობა სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით მისი არაორგანული ფორმების შემთხვევაში, რომლებიც ცნობილია როგორც არსენიკი და ყველაზე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არსენთან შეხება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები, დაწყებული კანის გაღიზიანებიდან კიბოსა და სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებამდე. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ნახევარგამტარების ინდუსტრიაში არსენს დაუდევრად არ ექცევიან. ის შედის სტაბილურ ნაერთებში, როგორიცაა გალიუმ არსენიდი და მუშავდება მკაცრად კონტროლირებად გარემოში, დამცავი აღჭურვილობითა და უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლებით. ეს გავს მაღალი ძაბვის ელექტროენერგიასთან მუშაობას. ეს სახიფათოა, თუ წესებს არ დაიცავ, მაგრამ სრულად უსაფრთხოა სწორი ზომების მიღების შემთხვევაში. კომპანიები, რომლებიც ნახევარგამტარების წარმოებაში არსენს იყენებენ, დიდ ინვესტიციებს დებენ ვენტილაციის სისტემებში, პროცესების იზოლაციაში, ჰაერის მუდმივ მონიტორინგსა და ნარჩენების უსაფრთხო განადგურებაში. მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ ზემოქმედების ნებისმიერი რისკი, როგორც მუშაკებისთვის, ასევე დარემოსთვის. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობენ ინჟინერია და ქიმია ერთად, რათა საშიში ელემენტი დაიმორჩილონ და ღირებულ რესურსად გადააქციონ, ყოველთვის უსაფრთხოების პრიორიტეტით. ბუნება სავსეა დუალობებით, სადაც ის, რაც ერთ კონტექსტში საშიშია, შეიძლება სხვა შემთხვევაში წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს, თუ მას სწორად გაიგებენ და პატივისცემითა და გონიურულად მოეპყრობიან. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო ეჩვენება, განიხილე წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიებთ. თუ აქამდე მოხვედი, გიწვეთ რომ გადახედო კურსებს, რომლებიც გირჩიეთ. მაშ, მიუშვირე მობილური ეკრანზე არსებულ QR კოდს ან დააწყაბებ მულზე არტერაში ჩვენი კურსების შესახებ. იქ ნახავ შემდეგს: Excel-ის კურსებს, სამგანზომილებიანი მოდელირების კურსებს, AutoCAD-ს, ორატორობას და მრავალ სხვას. ეს კურსები ჩვენ არხის წარმომადგენლებმა სპეციალურად შევარჩიეთ და შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ხარისხი. და თუ ფსურს ონლაინ სივრცეში შენი ყოფნის დაწყება, ვიდეოების ჩაწერა სოციალური ქსელებისთვის, ამ QR კოდზე ნახავ ის აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ სტუდიებში ვიყენებთ.
და შენ იცოდი ამ არსენის თვისებების შესახებ? ხომ არ ფიქრობ, რომ სხვა საშიში ნივთიერებებიც შეიძლება ეოლდებოდნენ გადაცემას? თუ გაინტერესებს მეტი გაიგო კურსების შესახებ, მოგიწოდებ კომენტარებში დაწერო, რადგან მინდა ვიცოდე. აქედან და არ დაგავიცლეს შენი ლაიკის დატოვება. ასე შენ აჩვენებ, რომ ჭირდება ყურება შენი ცოდნის გასაფართოებლად. ასევე გამოიწერე არხი და ჩართე შეტყობინებები. თუ გინდა ცვლილი შეიტანო ჩვენთან ერთად, დატოვე ლაიქი, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და განიხილე არხის წევრობა. ეს არის ხვალამდე ინჟინერის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავ.